პატარა ბექასთვის ახალი წლის დილა სამწუხაროდ ჯადოსნური არ აღმოჩნდა. არც ნაცვისხე, არც გოზინაყი და არც გემრიელი საკვები ყოფილა მის სახლში. უარეს გეტყვით. ბავშვმა ახალი წლის ღამეს მშიერმა დაიძინა. საბრალო ბიჭუნა 2025 წელს ძირამძვრალი ფეხსაცმლით შეხვდა. ზამთარში კი ეს გახუნებული მაისური აცვია. სიცივისგან გაყინულ ხელებს საბრალო ბავშვი ჯიბეებში ითბობს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. ბექას ერთი სათამაშოც კი არ აქვს. შეხედეთ, ვიღაცის მიერ გადაგდებული, უკვე დაჟანგებული და გატეხილი ველოსიპედი შეკეთება ცდილობს. ფუფუნების აგნებზე არასდროს უოცნებია, თუმცა უსამართლო ცხოვრება მინიმუმსაც კი არ იმედებს ბავშვისთვის. მე ვოცნებობ, რომ კონდეს ელექტროსამოკატკი. მე მინდა ქურთუკი ძალიან თბილი, ფათიკები მინდა შავი და თბილი, წვილი და წვილი მაგდა ახალი მინდა. შეხედეთ, ბავშვის თვალებში სულის ტკივილია ასახული. ღმერთო, რამდენ დარწიტებს მისი პატარა გული. ჩვენო თანამემამულეებო, ნუ თუ ჩვენ უცხონი ვართ ამ ანგელოზისთვის, გავუწოდოთ დახმარების ხელი გასაჭირში მყოფ ამ პატარა ანგელოს და უფალი არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს.